თქვენი ფიქრებდით, რომ ქალების უმეტესობას არ მოიტონებოდა იდეა, რომ გამაუპატიურებლები ციხიდან გამოუშვან და ქუჩებში თავისუფლად იარონ, ხომ ასეა? მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ ლიბერალ იდიოტს სინამდვილეში ჰგონია, რომ ციხეების გაუქმება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქალების უსაფრთხოება. ან ნიკ შელის შალიმ ამაზე მართლაც ძალიან კარგი საქმე გააკეთა. და ამიტომაც არ ვარ დარწმუნებული, რას აკეთებენ ციხეების სინამდვილეში ჩვენი საზოგადოებისათვის. თქვენ რას ფიქრობთ? მე კი ვარ. ისინი ცუდ ადამიანებს აშორებენ კარგ ადამიანებს. სურთ რომ კრიმინალები თავისუფლად ხო, დავდიოდნენ? მინდა კრიმინალები თავისუფლად იყვნენ, რა თქმა უნდა. ეს ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან კრიმინალის იდეა ცოტა სასაცილოდ მეჩვენება. კრიმინალის იდეა ცოტა სასაცილოა. შენ უბრალოდ გინდა კრიმინალები. შენ გაგიჟდი? ეს ხალხი გაგიჟებულია? თქვათ ვიღაცამ ხალი გააუპატიურა. სრულიად. გსურს რომ ისინი ქუჩაში იყვნენ? ფიქრობ, ჩემი პასუხი კი არის, თუმცა ეს რთული სათქმელია. თუ შენ გაგაუპატიურეს, ეს გინდოდა რომ ჩემთვის შენ საინტერესო გამაუპატიურებელი ყოფილიყო? იყო ქუჩაში. კარგი, მოვეცი დასრულების საშუალება, იმიტომ რომ მე გამაუპატიურეს და ისინი ქუჩაში არიან. და არ ვარ დარწმუნებული, რომ მათი ციხეში წასვლა არის გამოსავალი იმაზე, რაც მათ გულში ხდება, ან ჩემს გულში. რამაც ხელი შეუწყო იმ გამოცდილებას, რომელსაც ახლა განვიცდი. მაპატიე. 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 და არ მინდა რომ კიდე უფრო მეტ ადამიანს გააუპატიურონ. მაგრამ ზუსტად არ ვიცი, შეერთებულ შტატებში ციხეში ჩასმა რამეს შეცვლის თუ არა მათ, ასე ვთქვათ, შინაგან სისტემაში. შეიძლება ეს არაფერს ცვლიდეს მათ შინაგან სისტემაში, მაგრამ ეს მათ შენნაირი ადამიანებისგან შორს დაიჭერდა. და ვიღაცა, ვინც გააუპატიურებულია და იცის, რომ ის ადამიანი ნებისმიერ მომენტში შეიძლება ისევ გააუპატიუროს, რადგან თავისუფალია. ვგულისხმობ. ალო. რათა ისევ სხვა არჩევანი გააკეთონ. ასე რომ DSA-ის ქვეშ ამერიკის დემოკრატიული სოციალისტების ისინი რეალურად პოლიციის დაფინანსების შეწყვეტასა და ციხეების გაუქმებას ითხოვენ. სინამდვილეში ზორა მანდამი მსოფლიო ჩემპიონატს რაიკერსის კუნძულის პატიმრებთან ერთად უყურებდა. ამ ქალბატონს მან თვითონაც კითხვა უბრალოდ ქუჩაში იყვნენ. ეს ცოტა გიჟურია. ცოტა გიჟურია? ეს უზომოდ გიჟურია. ანუ შემდეგ ჯერზე როცა ის გოგო რაიმეს გადაიტანს, იმედია აღარასდროს, მაგრამ თუ ოდესმე ისევ შეემთხვევა ვინმესთან, ვინც ცუდად მოიქცევა, იქნებ უბრალოდ უთხრას, რომ ჩაისუნთქოს და ამოისუნთქოს და გაახსენდეს, რომ უკეთ უნდა მოიქცეს.